ლარსის ჩაკეტვამ ექსპორტიორებს ხარჯები მკვეთრად გაუზარდა, განსაკუთრებით ეს ღვინის ექსპორტიორ კომპანიებს ეხება, რომლებსაც ალტერნატიული გზების მოძებნა უწევთ. ალტერნატივა კი უკრაინისა და ბელორუსის გავლით რუსეთის ბაზარზე მოხვედრა. ეს კი ხარჯს სამმაგად ზრდის. ღვინო ერთ-ერთია, რომელსაც ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შედეგად პრობლემები შეექმნა. ღვინის კომპანიამ მაისში საბაჟო გამშვები პუნქტის ჩაკეტვამდე რუსეთის ბაზარზე 30,000-მდე ბოთლის გადატვირთვა მოასწრო. კომპანიას ამ დროისთვის დაახლოებით 150,000 ბოთლის შეკვეთა აქვს და საბაჟო პუნქტის გახსნას ელოდება. უკვე ახლოს ვართ იმ თარიღთან, თუკი ჩვენ დროულად არ მივაწოდეთ უახლოეს კვირეებში პროდუქცია, მაშინ რა თქმა უნდა გაჩნდება დეფიციტი ჩვენი ღვინის და დაიკარგება ის პოტენციალური გაყიდვები, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა რომ ქონოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ძირითად ალტერნატივად უკრაინისა და ბელორუსის გავლით რუსეთში ტვირთების მიწოდებას ასახელებს. იმის მიუხედავად, რომ ექსპორტიორებს ხარჯები მკვეთრად უძვირდებათ, მეწარმეები იძულებულნი არიან ეს გზა გამონახონ. კიდევ ერთ ალტერნატივად რამდენიმე კვირის წინ დავითაშვილი აზერბაიჯანს ასახელებდა. თუმცა დღეს არ უარყოფს, რომ აქციზის საკითხის გამო ეს ვერ მოხერხდა. ეს არის ინფრასტრუქტურული საკითხი, ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც რუსეთს გააჩნია, კონკრეტულად რუსეთს არ აქვს საავტომობილო ტრანსპორტზე სპეციალური სააქციზო გამშვები პუნქტი აზერბაიჯანის საზღვართან და ეს არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი. ამიტომ ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ეს ძალიან აქტუალური არ არის ამ ეტაპზე, მაინც ველოდებით, რომ მოკლე ხანში აღდგება ლარსის გამშვები პუნქტი და გარდა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა შეფერხებები შეექმნა დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის კომპანია კანცაც. კომპანიაში ამბობენ, რომ რუსეთში ტვირთის შეტანას აზერბაიჯანის გავლით ცდილობდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ზოგიერთი პროდუქტის სომხური დასახელების იყო, მისი საზღვარზე გატარება ვერ მოხერხდა. მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტის გამო კი კომპანიაში გაზრდილ ხარჯებსა და დამატებით სარალზე საუბრობენ. სომხური დასახელების ტვირთი მაგალითად უკვე 3 კვირა გზაშია და ველოდები რომ იმ კვირაში იქნება. ხარჯის საქონელსა და ხომ არ არის ეს ძალიან გრძელვადიანი პროდუქტები, სამოვა პროდუქტი, რომელსაც ნახევარი ვადა უკვე პრინციპში ძალიან მალე გასაყიდი იქნება. ექსპორტის განვითარების ასოციაციას არ არის ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვს. ასოციაციის წევრი კომპანიები ლარსის გახსნას უახლოეს დღეებში იმედოვნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუს პარტნიორებთან დადებული კონტრაქტების ჩავარდნას ვარაუდობენ. რამდენიმე კომპანიას კვლავ ყავს გაჩერებული რამდენიმე კონტეინერი, ეს იქნება თქვა 1, 2 თუ 10 კონტეინერი გზაზე ელოდებიან გახსნას, რომ თქვა პირველებმა მოახერხონ, ვინაიდან ისიც თქვა უეცრად გადაიტვირთება ხომ, როდესაც კი გაიხსნება გზა და შესაბამისად ყოველს დიდი იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება. ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის საკითხს ფინანსთა მინისტრის გამოეხმაურა. ნოდარ ხადურის თქმით, ქართული მხარე ალტერნატიულ გზებს ეძებს და უახლოეს მომავალში დროებითი გზა გაიხსნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს აძვირებს ტრანზიტს საქართველოს მიმართულებით, თუ როგორც თურქეთისთვის, ისე სომხეთისთვის. ამიტომ ცხადია, რომ მნიშვნელოვანია გზა, რამდენადაც ვიცი, გაწმენდილია, მაგრამ ეხლა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ის გახდეს დროებითი, მაგრამ მაინც სანდო, რომ მძიმე წონიანმა მანქანებმა გაიარო. ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი 17 მაისს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყლის შედეგად ჩაიკეტა.